ესე იგი, იმდენად დეპრესიული და რაღაც მხრივ შემოქმედებითი ვაიბებით შემოიტანა და შლეიფი ამ ასპექტებმა, თუ ეს დღეები უფრო მეტად ძილიანობა გაქვთ, თან არ ხართ ისეთი აქტიურები და უფრო მეტად ემოციებმა, შიშებმა და დეპრესიამ შემოგიტიათ, ეს ყველაფერი არის სწორედ აი ამ ნეპტუნის ენერგიების შემოსვლა თქვენ ცხოვრებაში. ასევე აქტიურად თუ ხედავთ ახლა დინამიურ სიზმრებს, ხო? ეს რამდენიმე დღის განმავლობაში თუ ხედავთ სიზმრებს და წერენ კიდეც რომ აი მარიამმა ახლა იმდენ სიზმარს ვხედავო, აი სულ არ მესიზმრება ხოლმე, აი ღამეში 2-3 სიზმარს ვხედავ ჩვეულებრივად, ხო? ანუ როგორც კინო ისევ. რატომ? იმიტომ რომ ეს ნეპტუნის შეერთებები რომ გვაქვს ხოლმე იმ პერიოდში ყოველთვის ადამიანებს წარმოსახვა თავის ფანტაზია და ასევე ერთგვარი ინტუიცია და ეს არაცნობიერი, ხო? ანუ ქვეცნობიერი პროცესები უფრო აქტიურდება ხოლმე. და ჩვენ ვიცით რომ სიზმარი არის კავშირში სწორედ ჩვენს ქვეცნობიერთან, ანუ ის რაც სიფხიზლეში შეიძლება გამოგვეპაროს, ეს ყველაფერი, ხო? რაც არის დალექილი თქვენს არაცნობიერში, ეს ყველაფერი სიზმარში ვლინდება ხოლმე.